სალამი, დღეს გეტყვით თუ რატო არ უნდა იყიდოთ S25 Ultra. მეც მაგრა ველოდებოდი, მაგრამ უკვე გავიგე რას აპირებდნენ, როგორ აპირებდნენ, გადავიფიქრე და Samsung-ის ღორობა ყველაფერს გაცდა. დავიწყებ იქიდან, რომ რაც იცვლება არის ფართო კუთხე კამერის და ასევე პროცესორი. ძალიან მაგარი პროცესორია ეს ახალი Snapdragon Elite და Samsung-თან აქვს უფრო მაღალი სიხშირეები ექნება და იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი. გაიზრდება ოპერატიული და ამით სიახლეები დამთავრდა. ელემენტი რჩება ისევ 5000, უბრალოდ ლამაზი ფორმა ექნება და 10 გრამით ჩატე იქნება და თუ რატოა Samsung-ი ღორი. ყველაზე დიდი იმედგაცრუება. ტოვებს იგივე მატრიცას. არ ცვლის ეკრანს, როდესაც iPhone 16 Pro Max და Pixel 9 XL Pro-ს მისცა თავის ბოლო თაობის მატრიცა. ანუ M14 თავისთან უყენია M13 და მიზეზი ის არის, რომ თურმე ეკრანი ჯდება ძვირი და პროცესორში გადაიხადა ძვირი. აი ეგეთი მიდგომა ძალიან სირცხვილია, როდესაც შენ აწარმოებ ეკრანს, აძლევ სხვა ბრენდს ბოლო თაობის ეკრანს და შენ ტელეფონში არ აყენებ. ამის გამართლება მოუძებნაო M13-ის ეკრანს დააკალიბროვკებს და იგივე იქნება, მაგრამ იგივე ვერანაირად ვერ იქნება, 30%-ით უფრო ენერგოეფექტურია M14, ასევე ბევრად რეალისტურ ფერებს ანახებს და თითქმის საერთოდ არ ციმციმებს. არის ბევრად ხარისხიანი ეკრანი, მაგრამ დატოვებს იგივეს და არ გადაიხდის ზედმეტს. ფასი რა თქმა უნდა აიწევა, იმიტომ რომ პროცესორი ძვირი დაუჯდა, სხვასაც დაუჯდა პროცესორი, სიტყვაზე ვთქვათ OnePlus ძვირი, მაგრამ რაღაცა კოსმოსური ფასი არ აქვს და OnePlus-აც მაგარი ეკრანი აქვს, ბოე ძალიან მაგარ ეკრანებს ამზადებს. ასე რომ, ვისაც ეხა მაინც ფორმა მოგეწონება და გინდათ რომ გქონდეთ ძალიან ძლიერი ტელეფონი, პროცესორი ძალიან წინ წავიდა, იმიტომ რომ ყოველთვის Apple-ის პროცესორი ჯობდა ნებისმიერ Snapdragon-ს. ეხლა 7% ჯობია, ესე იძახიან, კი ბატონო, შეიძლება ტესტებში ჯობდეს, მაგრამ არის ძალიან ცხელი პროცესორი და მან უკვე მთავარ როლს თამაშობს ოპტიმიზაცია. მაინც მეეჭვება რომ აჩვენოს. და ეგეთ ცხელ პროცესორზე და ეგეთ ძლიერ პროცესორზე 5000 ელემენტს როტოვებ, როდესაც უკვე სხვა ბრენდებმა 6100 ჩადო და თან ისევ ბანძი დატენვა აქვს 45 ვატს ვერ გავცდით და ისევ ვინც არ იცის 25 ვატიან და 45 ვატიანში Samsung-ის დატენვის დრო სხვაობა არის 3 წუთი, როდესაც უკვე ჩინურ ბრენდებზე იტენება 9 საათში და 40 წუთში, ცოტა სირცხვილია. სანამ Samsung-ი აეგეთ ღორ ბანძსაქციელს იზავს, მე აღარ ვიყიდი Samsung-ს. წლები Samsung-ის მომხმარებელი ვარ და ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდა S25 Ultra. აწი თქვენი გადასაწყვეტია, გინდა იყიდეთ, გინდა არ იყიდეთ. მე აგიხსენით თუ რა გაუმჯობესდა და თუ რაში უნდა გადაიხადოთ ზედმეტი ფული. აპა, კარგად ბრძანდებოდეთ.